91 მომხრენული წინააღმდეგი პაკეტი მესამე მოსმენით მიღებული. ქართული ოცნების პარლამენტმა დღეს მესამე საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი რეპრესიულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შევიდა. რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტი ოცნების პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. დღეს გახდა ცნობილი, რომ კანონ პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტისა და საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა შეიძლება, თუ ამას მოსარჩელე მოითხოვს. არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებს და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის. რაც გაეცემა შესაბამისი პასუხი და რა თქმა უნდა ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. რომელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოსგან. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზუსტისია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და ის სავარაუდოდ 10-მდე პარტიას მოიცავს. ქართულ ოცნებას პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა უპარტიო მოქალაქეებისთვისაც სურს. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარსადგენ სიაში ისეთი ადამიანებიც მოხვდებიან, რომლებიც არ არიან იმ ოპოზიციური პარტიების წევრები, რომელთა საქმიანობის აკრძალვასაც ითხოვენ, თუმცა თანხმედრაში არიან ამგვარი პოლიტიკური გაერთიანების მიზნებთან. სარჩელს წულუკიანის კომისიის დასკვნა დაედება საფუძვლად. ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კომენტარებით რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზნით შედგენილ სიაში არ მოხვდებიან ოცნების ის მოქმედი წევრები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ ან მასთან იყვნენ დაკავშირებულები. ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის შემდეგ გაცხადებული მიზანი ჰქონდა, რომ გაენადგურებინა ერთიანაცოლო მოძრაობა და ამ 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სადეს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობა გადარჩა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სწორედ ეს აწუხებს ქართულ ოცნებას, ამიტომ ისინი პუტინის მიმართ შეპირებას, რომ ნაციონალურ მოძრაობას გააუქმებენ, უკვე ერთპარტიული პარლამენტის ფარგლებში ახორციელებენ. თუმცა ჩვენ ბუნებრივია პოლიტიკურ საქმიანობას და ბრძოლას ივანიშვილის რუსული დიქტატურის წინააღმდეგ გავაგრძელებთ სტატუსის და მიუხედავად ეს არ იქნება დამოკიდებული პარტიული ფორმა, გვექნება თუ არა. იმავდროულად ბუნებრივია ევროსასამართლოში აუცილებლად მოხდება ამის გასაჩივრება. პირველ რიგში პარტია ახალი არასდროს არ ყოფილა რომელიმე სხვა პარტიის ნაწილი. ეს ერთი. მეორე. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვა. საბოლოო ჯამში რომელ პარტიებს აკრძალავენ, ეს არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ეს არის რეპრესიული და სახელმწიფოს ღალატის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება. ფაქტობრივად მას უნდა პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვა და საქართველოში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება. რაც არ უნდა აკრძალოს, რაც არ უნდა შეგზღუდოს, პოლიტიკურ საქმიანობას და აქტიურობას ჩვენ ქართული ოცნება ვერ შეგვიშლის. აქედან გამომდინარე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს აკრძალვებიც იქნება ერთ-ერთი რიგითი ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ჯამში არ იმუშავებს. პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების ინიციატივა არის ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული და მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტების გაქრობას პოლიტიკური ველიდან, თუმცა მათივე გაცხადებული მიზნით თუ მიზანი არის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმ პირების პოლიტიკიდან ჩამოშორება, რომლებიც ან მხარს უჭერდნენ, ან იყვნენ იმ ხელისუფლების წევრები, მაშინ ეს პირველ რიგში უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს, გივი მიქანაძეს, მაკა ბოჭორიშვილს, გია ვოლსკის, ანზორ ბოლქვაძეს და ათობით ადამიანს, რომელიც მოკალათებული არის ხელისუფლების სხვადასხვა შტოში დღევანდელ დღეს. თუ ამას გააკეთებენ და გულისხმობენ ნაციონალური მოძრაობის ყველა ყოფილი წევრის თვის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, მაშინ გამოდის, რომ პირველ რიგში საკუთარი პარტია უნდა გააუქმო. და თუ ამას არ გააკეთებენ, ანუ თუ ოცნება საკუთარ პარტიას არ გააუქმებს, საკუთარ დღეს არსებულ წევრებს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ყოფილი ნაცები დღეს ოცნებაში არიან. და თუ ეს კანონი სამართლიანი იქნება, ხა რომელი სხვა კანონია სამართლიანი, ეს რომ იყოს სამართლიანი ოცნების პირობებში, ხო? რა თქმა უნდა არ იქნება, ეს იქნება შერჩევითი მიდგომა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომელიც მათ არ აწყობს და მათ ინტერესში არ შედის.
დღესვე ქართული ოცნების პარლამენტმა მესამე საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო პაკეტსაც. რეპრესიული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შევიდა, რომლის თანახმად სახის ნიღბით დაფარვის, ასევე გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. სისხლის სამართლის წესით გახდა დასჯადი აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა, რომლის შემთხვევაში გათვალისწინებულია 1 ან 2 წლამდე ვადით პატიმრობა. გარდა ამისა, ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლი, რომელიც პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ პირს, ვინც მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას სამართალდამცავს ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას.